ეს ქვეყანა, რომელიც ვაშენებთ, მაგრამ ჩვენ გვინდა მეტი. რელიკვიებს არ ვიშორებთ სიძველის გამო, ამიტომ წამით უნდა მოვიხედოთ ხოლმე უკან, რომ არ დაგვაუწყდეს ძირითადი ფასეულობები, მაგრამ უნდა ვიყუროთ წინ და ვიზრუნოთ მომავალს. საქართველოს მომავლის სახელმწიფოა და მას არ აქვს დამარცხების უფლება. ჩვენ გვაქვს გამარჯვების დიდი შესაძლებლობა. ქვეყნის ცხოვრება ისეთია, როგორცაც მისი შვილები ქმნიან. და თუ გვინდა რამე შევცვალოთ, უნდა დავიწყოთ საკუთარი თავით. ჩვენ ვარდებს მეტი სითამამით ჩავახედოთ ერთმანეთის სარკეში, რომელიც გაბზარულია. ჩვენთვის პრინციპული უნდა იყოს ვილაპარაკოთ ის, რასაც ვფიქრობთ და ვაკეთოთ, რასაც ვამბობთ. ჩვენ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ხიდი თაობებს შორის, რომელიც ახლა ჩატეხილია. ჩვენ უნდა გვაღელვებდეს უმოქმედობა, რადგან თითოეული წუთი შეგვიძლია საერთო კეთილდღეობას მოვახმაროთ. საქართველოს თავისუფალი ადამიანების ქვეყანაა და თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ამის რეალური განცდა. ჩვენ ღმერთმა თანაბრად დაგვასაჩუქრა ამ ქვეყნის მოქალაქეობით და ვფიქრობ, მის კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობასაც თანაბრადვე ვიზიარებთ. ძლიერ სახელმწიფოს ძლიერი მოქალაქეები ქმნიან და ახლა მოქმედების დროა. დროა ვაშენოთ ქვეყანა, სადაც ჩვენი მშობლებიც და შვილებიც დაფასებულები იქნებიან. საქართველოს იყო და იქნება თავისუფალი მოქალაქეების, დიდი წარსულისა და მომავლის სახელმწიფო. და ჩვენი შვილები აუცილებლად იამაყებენ სოფლიო ხალხებს შორის საკუთარი მამულიშვილობით. და ეს იქნება სწორედ ის ნათელი მომავალი, რომელსაც შენატროდა დავითიც და ილიაც. დროა ვაწარმოოთ ზნეობრივი პოლიტიკა და ღიად ვისაუბროთ საერთო საკითხებზე. მე მინდა მოვისმინოთ, გავაჟღეროთ და ერთად მოვაგვაროთ საერთო პრობლემები. ჩვენ უნდა ვაშენოთ ერთმანეთს შორის ნდობა, რომ ერთად ვიზრუნოთ საერთო მომავალზე, რომელიც ჩვენს ხელშია.